სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალებამ თითოეულ ადამიანში უდიდესი ტკივილი გამოიწვია. სევდას მალევე მოჰყვა ტკივილის შემსუბუქებისა და იმ დიდი სიყვარულის საქმით გამოხატვის სურვილი, რომელსაც გული ვეღარ იტევდა. სწორედ ამ განწყობიდან დაიბადა აიბი მთიებში მრავალფეროვანი აქტივობების განხორციელების იდეა. როცა სიონის საკათედრო ტაძარში და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობლის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად სკოლა მარტი და აპრილი ხსოვნისა და მადლიერების თვეებად გამოაცხადა. აღნიშნულის ფარგლებში სასწავლო დაწესებულებაში პატრიარქისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო. სალექციო შეხვედრების განმავლობაში მოსწავლეებს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესტუმნენ, მათ შორის ანსამბლ რუსთავის სამხატვრო ხელმძღვანელი. იმ პერიოდიდან დაიწყო ქართული ტრადიციული საგალობლების, ასე ვთქვათ, წამოწევა, პოპულარიზება, შეიძლება ასე ვთქვას. მუსიკოსმა ახალგაზრდებს პატრიარქის 8 წლის შესახებ უამბო და მათთან ერთად მისი საგალობელი გააცოცხლა. პატრიარქის გარდაცვალების გამო საკმაოდ მძიმე ემოციური დღეები გადაიტანა საქართველოს. ჩემთვის კი ერთი დღე განსაკუთრებით უჩვეულო იყო. პატრიარქის დაკრძალვის შემდგომი დღე. დილით მოვედი სკოლაში, მართალი გითხრათ, მეც არ ვიყავი განწყობაზე მუშაობისა. მიმოვიხედე, შემოვიარე სკოლა და დავინახე, რომ ყველა რაღაცნაირად გარინდებული იყო. დაწყებით სკოლაში გავიარე, იმიტომ რომ ყოველთვის პირველ-მეორე კლასების დერეფანში განსაკუთრებული ჟრიამულია და იქაც რაღაც უჩვეულო სიჩუმე შევნიშნე. მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა აუცილებლად. დავიბარე ჩემი მოადგილეები და ერთად დავგეგმეთ ჩვენ მოსწავლეებმა, მათმა მშობლებმა, ყველა პედაგოგმა ის თუ რა უნდა გვეკეთებინა პატრიარქის ხსოვნისათვის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, 1 საათში ზუსტად სკოლა გამოცოცხლდა. ყველანი გახალისდნენ ალბათ იმდაგვარად, რომ ყველას დიდი სურვილი გაუჩნდა იმისი, რომ პატრიარქისთვის რაღაც გაეკეთებინა. ამან გამოაფხიზლა ისინი, მათ თვითონ სანთლები დაუმზადრეს პატრიარქს, რომელიც მოსახლეობას დაურიგეს და სთხოვეს, რომ ეს ერთი სანთელი ჩემი პატრიარქს დაუნთე. იმავდროულად საქველმოქმედო აქცია მოაწყვეს და შემოსული თანხით უპოვრები დააპურეს და იმავდროულად ონკოპაციენტებსაც თავის შესაწევარი მისცეს. დავგეგმეთ დიდუბის ტაძარში ტრაპეზის გამართვა პატრიარქის ხსოვნისადმი. პატრიარქს მიუძღვენით ეს და ბავშვებმა ვერ წარმოიდგენთ, არა მარტო ბავშვებმა, არამედ მშობლებმა, პედაგოგებმა ყველანი იღებდნენ მონაწილეობას. იმავდროულად მოეწყო საღამოები პატრიარქის 8 წლის გასაცნობად, იმიტომ რომ განსაკუთრებით მცირე ასაკის მოსწავლეთათვის ეს ძალიან საინტერესო და ძალიან სარგებლიანი იყო. ჩვენ ბუნებრივია შევეხეთ პატრიარქს. მის დამოკიდებულებას მუსიკასთან. ჩვენ ვისაუბრეთ და გავიხსენეთ თუ როგორ ქმნიდა საგალობლებს უწმინდესი და უნეტარესი. გავიხსენეთ ის პერიოდი და დამოკიდებულება თუ როგორ შეაყვარა პატრიარქმა მუსიკალური მხარე ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ადამიანს, მრევლს, რომელიც ყოველთვის ესწრებოდა ლიტურგიას. მოგეხსენებათ, რომ ეს არის ის მუსიკა, ის ნაწარმოებები, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიყვარა. ძალიან ბევრი გალობს ანსამბლები, საოჯახო ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ასევე უცხოელებიც. და ბავშვებს რა თქმა უნდა ინტერესი აქვთ, იმიტომ რომ აინტერესებთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი, როგორ ურთიერთობდა მუსიკასთან პატრიარქი და ასე შემდეგ. მე და ჩემი მეგობრებს ამის გამოცდილება გქონდა გარკვეული წლების განმავლობაში და შემდეგ პროფესიული მიმართულებით ვაფასებთ ამ ყველაფერს. პატრიარქის გარდაცვალებამ ძალიან ძლიერი ზემოქმედება მოახდინა მთელ სასკოლო საზოგადოებაზე, განსაკუთრებით მოსწავლეებზე. ძალიან მძიმე და ნაღვლიანი სიტუაცია იყო, იმიტომ რომ ბევრს პატივი ჰქონდა, მათ შორის მე პირადად ვცნობოდა პატრიარქი.
და გვინდოდა ესეთი რამით გამოგვეხატა მისი დამშვიდობება, რომელიც სამუდამოდ დარჩებოდა მოსწავლეების და ჩვენი კოლექტივის გულებში. ამიტომ მოსწავლეების ინიციატივით და არა მარტო სხვადასხვა ღონისძიებები ჩავატარეთ სკოლაში, რომ პატივი მიგეგო მისი სულისთვის. მე უბრალოდ თავშევიკავ ყველა ვახსენო, ხომ, მაგრამ საინტერესო იყო თუ როგორ გააკეთეს მოსწავლეებმა სანთლები, როგორ დაწერეს წერილები, როგორ მიდიოდნენ წვიმაში და თავსხმაში თავის მასწავლებლებთან ერთად, რომ გამომშვიდობებულიყვნენ მასთან. ყველამ გაითვალისწინა ის დიდი ღვაწლი, რომელიც პატრიარქს მიუძღოდა სამშობლოს წინაშე. ის ძნელბედობა, რომელიც მან გამოიარა საბჭოთა წარსულში და შეძლო ერის ერთიანობის შენარჩუნება. კათალიკოს პატრიარქად არჩეული. IB მთიებში ლექციათა ციკლის ფინალური შეხვედრა 24 აპრილს გაიმართა. ახალგაზრდებს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე ესტუმრა. ისტორიკოსმა ბავშვებთან ილია მეორის უდიდეს ღვაწლზე ისაუბრა და მისი მოღვაწეობის ყველაზე გამორჩეული ამბები გაიხსენა. ბავშვებმა დავამზადეთ სანთლები, ასევე მივიტანეთ შესაწირი სხვადასხვა ეკლესიებში და ამით გამოვხატეთ ჩვენი პატივისცემა ილია მეორის მიმართ. მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებლობა გვაქვს უკეთ შევეცნოთ პატრიარქის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და გავიაზროთ მისი მნიშვნელობა ქართველი ერისთვის. ამიტომ მე ძალიან მომწონს და ყოველთვის მომხრევარ მსგავსი ღონისძიებების. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ამ 40-დღიან გლოვას და ამის შემდეგ დამშვიდდა შენობა, მოკლედ ყველანი ვგლოვობდით და ძალიან ისეთი მოულოდნელი მომენტი იყო. შემდეგ რასაც გამოვარჩევ, წითელ ჯვართან გვაქვს ურთიერთობა და ამიტომ საქველმოქმედო ბაზრობა ჩატარდა სკოლის ეზოში. ეს ფული გადავეცით ამ საქველმოქმედო ფონდს და ამის შემდეგ ნობათი და ეს ახსენეს დამზადებული სანთლები წავიღეთ და დიდუბის პანთეონში ეკლესიის მრევლს ჩავაბარეთ. საპატრიარქოში ვიყავით, სადაც პანაშვიდი ჩატარდა და მანდაც საკმაოდ ესეთი მგალობლების გუნდი ვნახეთ, გალობდნენ ჩვენი სკოლიდანაც ვინც ემზადებოდა, ისინიც ჩაერთვნენ და საკმაოდ კარგი სიტუაცია იყო. IB მთიების ღონისძიებათა ციკლმა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნას მიეძღვნა, ახალგაზრდების დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.